59-განი ვადაგადაცილება ფიქსირდება ზუგდიდის სპორტ კომპლექსის ასაშენებლად. 259 დღის წინ უნდა გახსნილიყო ეს სპორტ კომპლექსი, თუმცა ჯერაც გაუხსნელია, თუმცა ვიზიტორებისთვის ის ქართულმა ოცნებამ უკვე გახსნა. არა და გაუხსნელ ობიექტზე ვინმე რომ დაშავდეს, ვისი პასუხისმგებლობა იქნება ეს არის დღეს მთავარი კითხვა ოპოზიციის მხრიდან და პასუხისმგებლობა ზუგდიდის მერიასა და ქართულ ოცნებას ანიჭებენ. 13 მილიონი იყო გამოყოფილი იმისთვის, რომ აშენებულიყო ზუგდიდის სპორტ კომპლექსი. პროექტის შემსყიდველი მუნიციპალური განვითარების ფონდია, თუმცა ამ ეტაპისთვის უკვე 24 მილიონ ლარზე მეტია გახარჯული, მშენებლობა კი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. 2 მილიონ ლარზე მეტი კი აქვთ თანხამად იმისთვის, რომ დაასრულონ სამუშაოები. სავარაუდო კორუფციაში ამხელენ მუნიციპალური განვითარების ფონდსა და ზუგდიდის მერიას ადგილობრივი ოპოზიცია და აკისრებენ მათ პასუხისმგებლობას, რომ განმარტონ თუ საწავიდა 13 მილიონი ლარი და რისთვის იქნა გამოყოფილი დამატებით 13 მილიონი ლარი. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზუგდიდში მუნიციპალური განვითარების ფონდი არაუშენებია მხოლოდ ერთადერთი სპორტ კომპლექსი, ის ფიგურირებს როგორც ბაღების, სკოლების აშენებაში და საინტერესოა ისიც, რომ თუ რამეს აშენებს, ან უხარისხოდ აშენებს, ან ვადებში წელავს, ან კიდევ იმდენ თანხას ამეტებს თავდაპირველად გამოყოფილი სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ბიუჯეტს, რომ სავარაუდო კორუფციის ეჭვებს აჩენს. არა მხოლოდ ამ სპორტ კომპლექსთან დაკავშირებით, ზუგდიდში რომ ნახოთ და სამეგრელოში ჩატარებული ტენდერები, როგორ ვინ არიან კომპანიები, რომლებიც იგებენ ამ ტენდერებს, როგორ გინდება შემდეგ სატენდერო დოკუმენტაცია, რა გადაწყვეტილებას იღებს სატენდერო კომისიები. ძალიან მკაფიო და ნათელია, რომ ძალიან დიდი კორუფციული სქემა რეგიონში მოქმედებს ისე, რომ მასში ჩართული არიან ქართული ოცნების მაღალჩინოსნები. ეს პროექტი დასრულებული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით ლარი არის გაფლანგული და ცხადია, რომ მოლოდინი იმისი, რომ რაღაცა რეაგირება ამ საკითხთან დაკავშირებით ექნება ობიექტური, პროკურატურა ჩვენ არ აღვობს. ყველა ნახეთ წინასაარჩევნო პერიოდში დიდი პომპეზურობით გაიხსნა სპორტ კომპლექსი ზუგდიდში, თვითონ პრემიერ-მინისტრიც კი ჩამოვიდა, მაგრამ დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ჯერ კიდევ ჩაბარებული არ არის ობიექტი, ჯერაც 259 დღე არის ვადაგადაცილება. აქედან გამომდინარე, გაუხსნელ ობიექტზე, ჩაუბარებელ ობიექტზე, როცა უკვე მოქალაქეებს, ბავშვებს, მოზრდილებს ემსახურებიან, ეს უკვე კატასტროფაა. ვინ იღებს პასუხისმგებლობას 13 მილიონიანი ობიექტი, რომელიც 13 მილიონოდა აშენებულიყო, დახარჯულია 26 მილიონამდე ლარი და ჯერაც ჩაუბარებელია. ეს არის ის სპორტ კომპლექსი, რომელიც ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნო დიდი PR კამპანიის შედეგად გახსნა და ადგილზე ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძეც კი იმყოფებოდა. ეს არის ასევე ის სპორტ კომპლექსი, რომელიც ქართული ოცნების აწუყვე ახლადარჩეულმა ზუგდიდის მერმა წინასაარჩევნოდ PR კამპანია სწორედ მისით დაიწყო და სწორედ მისით დაასრულა.